სისხლის სამართლის კოდექსის 252 მუხლით ისჯება ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობასაც თან ახლავს ადამიანზე ძალადობა და ასეთი გაერთიანების შექმნა ან მისი ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე, ხოლო ასეთ გაერთიანებაში, ასეთ საზოგადოებრივ გაერთიანებაში მონაწილეობა თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე და ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გიორგი ქართველიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი შეიქმნება საჭირო გარემო პირობები, ისინი არ შეუშინდებიან ასევე პატიმრობაში წასვლასაც და ისინი ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ ღირებულებებს არ შეესაბამება, მოსთხოვენ პასუხს. ანუ თუ ასე ვთქვათ, ესეთი განცხადება იყო, რომ თუ ისინი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ისინი მოსთხოვენ პასუხს. ცხადია, ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ამ გაერთიანების შექმნის მიზანი არის ადამიანზე ძალადობა. ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან ბევრი მუხლია, რომელიც ესეთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას კრძალავს. მაგალითად არის ბანდიტიზმი, ასეთი დანაშაული, რომელიც შეიარაღებული ჯგუფის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნას კრძალავს. ასევე არის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა. თუმცა ამ მუხლზე, რაზეც ვისაუბრე, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც თან ახლავს ძალადობა, არ სჭირდება მაგალითად შეიარაღება, ასე ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღი ან ცივი იარაღი, უბრალოდ თუ კი მისი საქმიანობა დაკავშირებული იქნება ძალადობასთან, ეს უკვე არის დასრულებული დანაშაული და ეს ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამ განცხადებით ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ჯგუფის ფუნქცია სხვა არაფერი იქნება, თუ არა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ძალადობა. ზოგადად ესეთი ძალადობა კერძო პირების მხრიდან, ასევე მესამე პირების მხრიდან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებზე სულაც არ არის სიახლე. გავიხსენოთ იგივე თქვენი ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის და ასევე ოპერატორის გიორგი შეწირულის შემთხვევა, მათზე ძალადობა ასეთივე დაჯგუფებებმა განახორციელეს, ასეთივე კერძო პირებმა განახორციელეს, რომელიც ბუნებრივია ხელისუფლებასთან იყვნენ კოორდინაციაში, თუმცა დღემდე ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და არ არიან დასჯილები. და ასევე შეგახსენებთ რა უძღოდა მაკა ჩიხლაძეს ძალადობას, ასევე ამ ძალადობას წინ უძღოდა მსახიობ გიორგი მახარაძეს თავდასხმა და ეს თავდასხმა განხორციელდა პოლიციის თანდასწრებით, სამართალდამცავი ორგანოების თანდასწრებით და ყოველი ესეთი ძალადობა ჩვენ ხედავთ იმას, რომ ყოველი ესეთი ძალადობა პოლიციის მხრიდან სასჯელის გარეშე არის და რეაგირების გარეშე არის დატოვებული და ის შემთხვევაც კი პოლიციის თანდასწრებით განხორციელდა. და ჩვენ ასევე დღეს მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება, რომელიც არათუ არ გმობს ესეთი ძალადობრივი ჯგუფის შექმნას, არამედ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი გამოხატვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოყვება აი ამ ჯგუფის, ქართველიშვილის ჯგუფის მყისიერი რეაგირება. ანუ ეს არის არც კი მალავს ხელისუფლება, რომ ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს უჭერს პარს, არათუ არ ემიჯნება ან დუმს ასეთ ჯგუფთან დაკავშირებით, არამედ ღია მხარდაჭერას გამოხატავს. ანუ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს და კრიმინალის თანამშრომლობას, სახელმწიფოს და მოძალადე ჯგუფების თანამშრომლობას და ეს არის ნათელი. და ქალბატონი ნინო წილოსანის განცხადება იყო არამედ წამქეზებლური, არამედ ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს თანამშრომლობას ასეთი ტიპის ძალადობრივ ჯგუფებთან. უკვე იმაზე აღარაფერს ვსაუბრობთ, რომ არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან მათთან თანამშრომლობაზეა საუბარი, არამედ თვითონ სახელისუფლებო მედიასაც რომ გადავხედოთ და ონისე ოქრიაშვილის შემთხვევა მოვიყვანოთ, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას წინ უძღოდა ძალიან ხანგრძლივი კამპანია, რომელიც არც მერე გაჩერებულა სხვათა შორის გიორგი, ხო? თავდასხმის მერეც გაგრძელდა კიდევ უფრო მძაფრად. და არა მარტო ონისე ოქრიაშვილის, არამედ სხვა ადამიანების წინააღმდეგაც, ანუ მიზანში ყავს რეალურად სახელისუფლებო მედიას ამოღებული კონკრეტული ადამიანები, მისი კრიტიკული პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეხედულების მქონე ადამიანებს იღებს მიზანში, მათ წინააღმდეგ აწარმოებს სიძულვილის კამპანიას და ამ სიძულვილის კამპანიიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეს ადამიანები
ხდებიან ასეთი არაფორმალური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტები და ჩვენ ვნახეთ ის რომ იგივე ვახოსანაია Facebook-ში დაწერილი სტატუსის გამო დღეს 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის, უფრო დიდი ვადით არის გიორგი ახობაძე დაშვებული და ჩვენ ვნახეთ ის რომ მოძალადის მიმართ იგირაო იქნა გამოყენებული სასამართლოს მხრიდან. ანუ ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ესეთი ხელშესახები ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. და ასევე გავიხსენებ თვითონ ლექსიკასაც, ანუ ლექსიკის თვალსაზრისითაც კი ეს ჯგუფები, ეს დაჯგუფება ემთხვევა ხელისუფლების რიტორიკას, სიძულვილის რიტორიკას, რომ ისინი იბრძვიან უცხოეთიდან დაფინანსებული მონური შეხედულების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. ანუ რიტორიკაც კი თანხვედრაშია, ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ესეთი ტიპის დაჯგუფებას და პირიქით აქეზებს მას ადამიანების მხრიდან ძალადობაზე, რაც პრინციპში არის შემაშფოთებელი. თუმცა ეს არ არის სიახლე, ანუ ეს ფენომენი, ტიტუშკების ფენომენი არ არის სიახლე, თუმცა დღეს ვიხილეთ, რომ ერთ-ერთი ამ ჯგუფის წარმომადგენელი, ტიტუშკების ჯგუფის წარმომადგენელი, ესე ღიად გამოვიდა და ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას აცნობა მისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ისეთი განზრახვის შესახებ, რაც კონკრეტულად რთულად არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსის 252 მუხლით. თუმცა შესაბამისად ეს საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ